ვალაიქოთ ბავშვებო, ვალაიქოთ. შეიძლება დღეიდან დედის გინებას არ შევარჩენ. დედაჩემი მაგის საგინებელი არ არის. დღეიდან დამთავრდა რამილის ჩართვა აქ. რამილმა აკადრა დედა შენს რამე რა სიცხე. დედაჩემი გალანძღვა გუშინ, ამოვიყვანე. ვაკოს მეცამაშებოდი დღესამაგ დაგეგმილი თამაში ვაკოსთან. პირდაპირ დედის გინ შენ ვინ მოგცა ბიჭო უფლება? უჩას არ ულანძღი ვარ, უჩას ზედმეტი არ უკადრებია ჩემი. შენ ვინ მოგცა უფლება რომ მე მლაძღა და დედას მაგინებ? ამაზე არ გიფიქრია? არ მოვილოდებოდი მე მაგისგან, ისეთი კარგად იყავი. ხო, მეგობრულად მივიღე. მე რო სულხანი ჩავრთე, სულხანის გამო დედა მაგინა. გასაგებია რა ვიქ. კეთი არა რა, ნერვებს გაუფრთხილდი, რამე არ დაიმართო, პირდაპირ გეტყვი, შეიძლება რაღაცა ნერვიულობა ხო იცი რა ცუდია. გასაგებია, მაგრამ უნდა გაიგოს ხალხმა, რომ კეთი ეგიდუნაშვილი 100%-ით მართალი ხარ, ვაგე ისრაელი, ამერიკა, იტალია, უკრაინა, ნახე მოსკოვის კი მაგას მეუბნება, მოსკოვიდან ხალხი, მაგარი სამართლიანი ნიჭიერი ადამიანი ხარო და ასე უნდა დაუდგი ადამიანებს, რომ მე რო თავი დავხარე გადამიარეს, ხან პოლიცია მომაყენეს, ხან სასწრაფო მომაყენეს, ხან თუთიყუშაკზე 20 ჯერ მომივიდა აქ პატრული, ამომიყვანეს ამათ უკვე ყელში, გაიგე და ცოტა სხვანაირად უნდა შეუდგე უკვე. უნდა მოსვა ესენი, რომ შეაშინო. და ერთი ზარი მინდა, ერთი ზარი. და აი გაჩნდება კოლონა, გინდა თბილისი, გინდა თელავი. ერთი ზარის დარეკვა მინდა. აგეთ ვიქმერავით, გონი მთავრობა ჩამოდის დღეს. დღეს მრაზუსის გახსნა არის. დავიდე თელავში. აი ესე მიცავს მე მერია. გასყდით გულზე. როგორც კიდე გაიგეთ, ბიძინა ივანიშვილის ჩემი მხარდამჭერია, კახიკალაძე ჩემთან არის, მოსკოვის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ჩემი მხარდამჭერია და ამერიკის პრეზიდენტიც ყველა ჩემთან არის გაწევრიანებული. თქვენ გასყდით გულზე, მიაღწიეთ ამდენს და მე რეკეთის ისე ელაპარაკეთ. გაიგეთ ახლა? 20,000 კაცი მიყურე და 2 დღის წინ 20,000 კაცი. რომელ TikTok-ზე მოხდა ეგ ამბავი? აი რომელთან მოხდა მითხარ? კაცო ვიცი რომ გიყურე. დაამტკიცა მსოფლიომ რომ კეთი ეგიდუნაშვილი დაუჭირა მხარი და მოუტანა გამარჯვება. მთელი ხალხი ფეხზე იდგა. და კიდე თქვენ აგაქვთ ენები გადმოგდებული? შემეშვით. არ გინდა ჩემი სიმღერები, არ მოგწოთ ჩემი ლაივები? ასქროლეთ და გადადით სხვაგან. არ მოგცემთ უფლებას ჩემს ლაივში ვინმე შეურაცხყოფა ვინმეს მიაყენოს, ან დედის გინება ვინმე დაიწყო და უცენზურო სიტყვები ვინმე